გვიყურეთ კვირაში ერთხელ ჩვენს საოჯახო პოდკასტში. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი ახალი საოჯახო პოდკასტი და გიერთდებით ახალი თემით. დღეს განვიხილავთ რა არის ღმერთი, რა არის რწმენა და ზოგადად რას ნიშნავს ეს ყველაფერი ადამიანისთვის და რა დამოკიდებულებით უყურებს ის ამ ყველაფერს, რა დამოკიდებულებით უყურებთ ჩვენ დიდები და პატარები. ისევ ჩვენ ვართ მე, მათე და ლუკა. რა არის რწმენა ზოგადად? ჩემი რწმენა არის რომ რომელიც მეგრძელოდეს და ნებისმიერი ცუდი რამე თუ მოხდა აი არ უნდა დანებდე მაინც რა და ღმერთს უნდა გწამდეს რომ მაინც ბოლოს უეჭველი კარგად დასრულდება რა. უნდა გჯეროდეს რომ თავს დააღწევ მაგალითად რა იმათ რაღაცას ცუდს და თავს დააღწევ. კი ბატონო. შენი აზრით ლუკა? უნდა გწამდეს. ღმერთის არსებობის უმჯერა ან სხვა შეერა. აი როგორ გვაჩვენებს ღმერთი? რო უყარვართ. რამე ცუდი როცა ხდება, აი მაგალითად რამე შეტაკები ან ვარდებისადმი. ერთი მასეთ რაღაცა მინახია, ადამიანი მიდოდა მანქანა და თურმე წინ იყო რაღაცა ძალიან დიდი ჩასკვერდი რა ის. ყველა ეძახის რომ ღმერთმა რაღაც ჩიტი გამოგზავნა რა, მაგ ჩიტმა ხო გადაიფრინა და იმან შეანელა და აღარ გადავარდა უკვე. მაგ დროს ეგეთ მომენტები რაღაცები მქონია და აი მაგ დროს ანუ ხდებოდი რომ ღმერთი დამეხმარა. მაგრამ ხო შეიძლება ისე არ იყოს რომ ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ რომ ვი არ დაგვეხმარა. მაშინ რა ხდება? ეგრე არ უნდა ჩავთვალოთ. იმიტომ რომ ხა სულ თუ დაგვეხმარა მაშინ შენთვის მასე შენი გასაკეთებელი რაღაცა. ხო. ეგ ერთი და მეორე გამოცდილებას გვაძლევს მაგით. როდის ყოფილა შემთხვევა რომ გიგრძნიათ რომ ეს ღმერთი დაგხმარებიათ. გიგრძნიათ ეგეთი. ადრე მახსოვს. აბა. ესეც იყო მაგდროს არ ვიცი ახსოვს თუ არა. ბაღში დავდიოდით რა. დედაჩემს დავყავდით და ერთხელ ზამთრის პერიოდი იყო დაახლოებით და გზა იყო ყინულის რა და ყინულიანი გზა იყო ცოტა და მოვსრიალდით. ოცე მანქანა მოვსრიალდით და იქ არის ესეთი პატარა იმისოთ. ჯებირები ხო თეთრი და იქით პირდაპირ ტბა არის რა. მდინარე. ხო, მდინარე. და იქ მაგას მივეჯახით, მოსრიალით. და ზუსტად მაგას მივეჯახე და გაგვიმართლა რომ არ გადავარდა, მაგ მომენტში არ მოგრძნია. მაგრამ მე როდესაც გავიზარდე და რაღაცა მე გასაგები. შენო? მე სკოლაში ვიყავ რამდენიმე კვირის წინ და ჩემი კლასელი ეს მოქროდა და უცებ ჩასრიალდა და იმენა ჩემ ფეხებში მოდიოდა ავხტი და მე გნორსო თავზე დავახტევდი მოსელზე ანუ ბავშვად მოტეხავდი და ანუ სადღაცა იქით გაზ გადასრიალდა და მეც გადავრჩი და ისიც. აი როლო ცულობთ. ხო. რასეუბნებით ხოლმე ღმერთს? აი დაწერილ ტექსტებს, აი მოვიჩვენო და მაგებს არ გულისხმობთ. აი თქვენი გულით, თქვენი სიტყვებით როლო ცულობთ რას? მიდევით. რასეუბნებით რას? მე მზად. ცოტა პირადულია, მაგრამ ხშირად ვუბნავი ღმერთო მიყვარხარ მადლობა რომ გამაჩინე და გაგვაჩინე ყველა ვინც ხადა დამიწაზე და ხოლმე კიდევ რაღაცა ეგეთებს. შენა? მე მაგალითად ვუბნავი ხოლმე რომ სულ ვუბნავი მაგას რომ დღევანდელი დღისთვის მადლობას ვუხდი ხოლმე და ყველა დღესთვის ვუხდი მადლობას რაც მაჩუქა და ხვალინდელი დღესთვისაც ვთხოვ რომ კარგი დღე მქონდეს. ზოგადად მადლიერება არის ძალიან მაგარი გრძნობა. ეგ თუ გაგაჩნია, მე ბევრ ამას მიიღებ რა. ანუ მადლიერება. მადლიერი რო ხარ, აი ნებისმიერი სიტუაცია ჩვენ რო დავფიქრდეთ. დილის გაღვიძებაც
იდეაში სასწაული. აი იძინებს სადღაც ნახევრად ყდარ მდგომარეობაში გადადიხარ, ძილი ხო ცოტა აუხსნელი და მარტივად იღვიძებ მე 5 წამში. ძილი ხო აუხსნელი სინამდვილეში მთელი 5 საათი გოძინა. და გონია რომ დაიძინე და გაიგო. ყოველ გაღვიძება სასწაულია, რომ დავდივართ აი ბედნიერად რო ცხოვრობ, აი ყველაფერი სასწაულია. ჩვენ ახლა ჩვეულებრივ მომენტად გგონია. ოჰ, მე რა ეგრეც უნდა იყოს. სინამდვილეში მადლიერების ხსნობა რო გვაქვს, მე ის ასმაგად გვიგონოს. ლოცვისას უნდა ვიყოთ როგორიც, აი როგორც ბავშვი, ახლა როგორც ხარ თქვენ, აი ბავშვის გულწრფელობა უნდა ქონდეს, აი იესოს ბავშვები რომ მიუყვანეს მოწაფეებთან და ბავშვს იესოსთან უნდა მიეშვათ და არ უშვებდნენ და რომ არ შეწუხდესო და იესომ პირიქით ხო უთხრა რა, პირიქით ჩემთან მოუშვით. აი ამ ბავშვებისნაირი გული თუ არ ექნებაო ზრდასრულ ადამიანსაც, ის ვერ შევა სამოთხეში და ცათასასუფეველში. ანუ ბავშვით გულწრფელები უნდა ვიყოთ სულ მთელი ცხოვრება, დიდების პატარების ლოცვისას უნდა გქონდეს ერთნაირი გული წესით. ეკლესიაში რომ მივდივართ ხოლმე, ყველაზე მეტად რა ნაწილი მოხდა? ისა ზიარება. მეც. ზიარების მერე ის ცალკესების კვერი, სიტყვება. და სანთელი რო გიჭიროთ რას ნატრობ ხოლმე? სულ ჯანმრთელები ვიყოთ ხოლმე ყველა რა. ვისაც სადაც ეხლა ნატრობ მომეც მქონდა. პატარა ვიყავი სადაც აი სკოლა პირველ კლასამდე რა, 5 წლიდან 6 წლამდე ხუთამდე. ნატრობი ყველაზე კაი მანქანა მქონდა და კაი აუზიანი სახლი. კაია კაცო. და ეს არის მაგას პლანშეტს ნატრობდით რაღაც. აი დაუშვათ სიტყვაზე დღეს რო რაღაც კარგი გააკეთეთ, ან გუშინ. ან გუშინ წინ. როცა ნებისმიერ დროს რა. აი თუ გეგონათ რომ ამ კარგის კეთების დროს თუ გიგრძნიათ რომ აი ხა ღმერთს გიყურებდათ და გიხაროდათ. უხაროდა. იმ მომენტში არა. იმ მომენტში მაგას არც მახსოვდა ეგ. კარგია როცა შენა და მაგდროს ოღონდ არ მიგრძნო და ეხლა რო დაფიქრდები მე. მაგდროს რო არ გიგრძნიათ ეგ არის კარგი ზოგადად რომ აი მაგას გამოდის რომ უანგაროდ აკეთებ და არა იმისთვის რომ ვიღაცას დაანახო თუნდაც ღმერთს. ანუ კაი საქმეა. ორივე კაია, მაგრამ ან ზოგადად სიკეთეს რო აკეთებ კაია, მაგრამ უფრო კარგია როცა არ რამის გამო არ აკეთებ. ხო, ან ღმერთი რო არ გახსოვს მაგ მომენტში. ხო, აი მაგ დროს აკეთებ შენი გულწრფელობიდან და სიალალიდან და აი პირდაპირ და არა რომ რაღაცის გამო რომ აი მე ღმერთთან მართალი გამოვჩნდე, მაგის გამო კი არა. შენ გინდა და აკეთებ. რა არის აი ყველაზე ისეთი საქციელი, აი პატარა თუნდაც მინიმალური, სუბუქი, თუნდაც დიდი, მაგრამ თქვენი აზრით ისეთი საქციელი, რაც იცით რომ ღმერთს გაუხარდება რომ გააკეთოთ. ერთმანეთს რო გავახარებთ ამ იმას რომ დაეხმარები გაჭიროს ან ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. კი ბატონო. დაეხმარებ მარტო ფულით არა ხო თან? შეიძლება იმ თვითონ სხვა რაღაცა ჭირდებოდეს. საჭმელი მაგალითად ჩახუტება ჭირდებოდეს მარტივად. ხო არის მომენტი რომ აი ეს ხარ რაღაცა ვიღაცა რომ ჩაგეხუტოს ის ჩახუტებით. ჩათვალე ვიზიარებთ ერთმანეთს ხო რა აი გჭირდება. ძალიან ხშირად არის რომ გჭირდება. ყველა ცუდი იყო იგი კოვიდის დროს. ადამიანი ცოცხლობს მაგით ჩახუტებით. ერთმანეთის თანაზიარობით და გვიგზავნეს ყველაფერი ერთმანეთთან მეხლა რა მახსენდება ხოლმე იცი? ეს ლუკას გახსოვს შენ თვითონ აი ეს მანქანის სადღაცა მივდიოდით გზავნებდით არა და სულ უყარდა ჩახუტება სულ ლუკას გზაში მივდივარ და უცებ დაიწყო ტირილი რა უკან ხოდი რაღაცა ეხა ეს ვის როგორ ჩავეხუტო ვინმეს მახსოვს ეს საათ მანქანაში ზღვაზე მივდიოდი და შორი გზა რო გქონდა რა და როგორ ჩავეხუტო ეხა ვინმეს ესე როზიორო და წარმოვიდგინე იმ პერიოდში რამდენი ხანი აგვიგრძელეს ეგა რატომ გვაძლევს ხოლმე ღმერთი გამოწვევს ხანდახან ხო ერთულ რაღაცას გვიგზავნის და გონია რომ ამის გამო ვისჯებით ადამიანები ეგრე უყურებენ ხოლმე დაგვსაჯა ღმერთმა აი სინამდვილეში რა ხდება რას ფიქრობთ რატო გვივლენს ხანდახან რთულ სიტუაციებს იმიტომ რომ გამოცდილება მივიღოთ და ვისწავლოთ იმისგან შემდეგში რომ დაგვემართოს უკვე ვიცოდეთ რა გავაკეთოთ
ხო. იმ მომენტში თუ დაგვემართა კიდე ერთხელ გვეცოდინება რა უნდა გავაკეთოს უკვე იმიტომ რომ გამოცდილი ვიქნები. ხანდახან რო ძალიან რთული გამოცდა ხოლმე. რა? ხანდახან რო ძალიან რთული რა, მაინც უნდა ისწავლო. ბევრს უჭირს, მეც გამჭიროებია. მაგრამ მე დრო გადის და შეიძლება მიხვდეს რატო იყო, რატო მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ ხანდახან რთული სულ კარგად ვერ ვიქნებით, სულ კარგად თუ ვიქნებით, მაშინ ვიქნებოდით ადამიანდება როგორც იყო. რა უნდა ხანდახან რთული დღეებიც გჭირდება. ჩვენ სამივე ერთ რამე კონკრეტულ რაღაცაზე უთხრათ მადლობა ღმერთს. აბა ეხლა რო იყო, რაზე ვეთქვით მადლობას. მადლობა უფალო რომ ეს მომენტი გვაჩქე რომ მომჭოს მოვიფიქრე თავში რომ ეს ჩაგვეწერა ეს ამ იდეაზე. კიდე რამე სხვა შენ? მე ყველაფრისთვის მაგალითად ამ სიტუაციაში რაც მაქვს და რაც გვაქვს ყველაფრისთვის. რომ ეხლა რომ წარმოვიდგინე რომ მე რო არ მყავდეს მე და თეონა რო არ დავქორწინებული ყავით. თქვენ რო არ გაჩენილი ყავით. აი ხა დავფიქრდები ხოლმე. აი ხა რა უნდა მეკითხები. ახლა იჯდებოდი შენ. ნუ წახვალ იქ სამსახურში იმუშავებ, ან შენ საქმეს გააკეთებ, ბიზნესია თუ რაც არის იქით და წახვალ კაი თვეში ერთხელ თვეში ორჯერ ძმაკაცებთან ერთად მეგობრებთან გაერთობი და всё ყოველ საღამოს რა ხდება. არაფერი. აი ამისთვის მადლობა რომ ამის შანსი მომეცა რომ თქვენ მყავხართ სულ ყველანი. სულ ყველანი ნაცსაუბრს ამბობდი. მე ვეთყოდი რომ მადლობა ღმერთო რომ ჯამრთელად ვართ ბედნიერად და ერთად რო ვართ და ჩემი ოჯახი. ასე რომ ჩვენთვის წვენ არის სიყვარული, სიკეთე, ურთიერთპატივისცემა. მადლობა რომ უყურეთ ჩვენს დღევანდელ პოდკასტს. დაგველოდეთ შემდეგი თემა საერთოდ განსხვავებული იქნება. და რამოდენიმე გადაცემის შუალედში ხო ვისაუბრებთ ხოლმე ამნაირ ამბებზე. სხვადასხვა თემებზე, სერიოზულ საკითხებზე თანხმობით ის, მაგრამ პერიოდულად ჩავაგდებთ ცოტა ისეთ გადაცემებს. აღვანტო ჯერ არ ვიტყვით შემდეგ გადაცემა იქნება ასეთი. როგორც დაახლოებით ერთ კვირაში იქნება შემდეგი გადაცემაც. ხო, დაგველოდეთ. გვიყურეთ კვირაში ერთხელ ჩვენს საოჯახო პოდკასტში.